სოფლიოში არსებობს ადგილები, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს, მაგრამ ამ ადგილებში არსებული ზოგიერთი საიდუმლო ოთახის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. ამ ეპიზოდში იმ ღირსშესანიშნაობებს გაჩვენებთ, რომლებიც უამრავ საიდუმლოს ინახავენ. ეიფელის კოშკი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, რომ კოშკის თავზე პატარა საიდუმლო ოთახი მდებარეობს, რომლის არსებობაც დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. კოშკის შემქმნელი, ინჟინერი გუსტავ ეიფელი, მას დასასვენებელ სივრცეთ და საქმიანი შეხვედრების გასამართად იყენებდა. კოშკის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, ოთახი საკმაოდ კომფორტულად იყო მოწყობილი. სწორედ აქ მას პინძლობდა ეიფელი ყველაზე ცნობილ მეცნიერებსა და სტუმრებს შორის იყო თომას ედისონიც, რომელთანაც ეიფელი სამეცნიერო იდეებსა და ტექნოლოგიების მომავალზე საუბრობდა. მრავალი წლის განმავლობაში ოთახი ვიზიტორებისთვის დახურული იყო. ის საზოგადოებისთვის მხოლოდ 2015 წელს გაიხსნა, თუმცა ეს ეიფელის კოშკის ერთადერთი საიდუმლო არ ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის დროს კოშკში არსებობდა საიდუმლო ოთახები, რომლებსაც გერმანელი ჯარისკაცები საფრანგეთის წინააღმდეგობის წევრებისთვის განკუთვნილ საკნებად იყენებდნენ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ თეთრი სახლი იდეალურად შესწავლილი ადგილია, რადგანაც მის შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ამ შენობაში არის ადგილები, რომლებიც ოფიციალურ წყაროებშიც კი არაა ნახსენები. უკვე დიდი ხანია, რაც ადამიანები თეთრ სახლში არსებული მიწისქვეშა გვირაბებისა და საიდუმლო ოთახების შესახებ საუბრობენ. ამ ინფორმაციათა უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ფაქტია, რომ 1941 წელს იაპონელების მიერ პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ შეერთებულ შტატებში ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის დაცვის აუცილებლობა დადგა. მაშინდელმა პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა თეთრი სახლის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისქვეშა ბუნკერის აგების გადაწყვეტილება მიიღო. ეს თავშესაფარი საგანგებო სიტუაციებისთვის იყო განკუთვნილი და პრეზიდენტს პირდაპირ საფრთხის შემთხვევაში მისი გამოყენება შეეძლო. ბუნკერის კარი სპეციალური ღილაკის მეშვეობით იხსნებოდა. 2010 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ თეთრი სახლის დასავლეთ ნაწილში თანამედროვე მიწისქვეშა ბუნკერი და სამეთაურო ცენტრი შენდებოდა. დღეს ეს ბუნკერი მთავარ თავშესაფრად ითვლება, თუმცა სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე მის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს. შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ღირსშესანიშნაობა რაშმორის მთა სამხრეთ დაკოტაში მდებარეობს. გრანიტის კლდეში 4 ამერიკელი პრეზიდენტის, ვაშინგტონის, ჯეფერსონის, რუზველტისა და ლინკოლნის სახეებია გამოკვეთილი. მშენებლობის პროცესში პროექტის არქიტექტორმა მათში საიდუმლო ოთახის შექმნა გადაწყვიტა. მისი გეგმის თანახმად ეს ოთახი ერთგვარი დროის კაფსულა უნდა ყოფილიყო. ადგილი, სადაც ამერიკის ისტორიისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებს შეინახავდნენ. სამწუხაროდ, არქიტექტორი მშენებლობის დროს გარდაიცვალა, რის გამოც საიდუმლო ოთახზე მუშაობა შეჩერდა. 10 წლების განმავლობაში ის მივიწყებული იყო, თუმცა 1990-იან წლებში პროექტი კვლავ განახლდა. დღეისათვის ოთახში დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლი და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ინახება. მიუხედავად ამისა, ტურისტებისთვის ოთახი კვლავ დახურული რჩება. თავისუფლების ქანდაკება ის ღირსშესანიშნაობაა, რომლის შესახებაც ალბათ ყველა ადამიანმა იცის, თუმცა საკუთარი საიდუმლოებები მასაც აქვს. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ქანდაკების ქვეშ საიდუმლო ოთახი მდებარეობს. ქანდაკება ფორტ-უდის 11 ქიმიან ვარსკვლავზე დგას, რომელსაც მე-19 საუკუნის დასაწყისში თავდაცვითი ციხესიმაგრის ფუნქცია ჰქონდა. კომპლექსის მოდერნიზაციის დროს მუშებმა ქანდაკების ქვეშ უცნობი ოთახი აღმოაჩინეს. სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერდა, რათა ისტორიკოსებს ამ აღმოჩენის შესწავლა შესძლებოდათ, მაგრამ ამ ოთახის ზუსტი დანიშნულება კვლავ დაუდგენელია. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ის ძეგლის მშენებლობის დროს ტექნიკურ სივრცეთ გამოიყენებოდა, თუმცა ეს ერთადერთი საიდუმლო არ არის. წარსულში საიდუმლო ოთახი თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანშიც იყო განთავსებული, თუმცა 1916 წელს გერმანელი აგენტების მიერ ახლომდებარე ნავმისადგომის აფეთქების შემდეგ ჩირაღდანი დაზიანდა, რის გამოც ქანდაკების ეს ნაწილი ადამიანებისთვის მიუწვდომელი გახდა. ნიუ-იორკში მდებარე გრანდ ცენტრალის სადგური სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივ სატრანსპორტო ცენტრს გავს, მაგრამ მისი მარმარილოს დარბაზების ქვეშ მიწისქვეშა სამყარო იმალება. რკინიგზის სადგურთან ახლოს ლეგენდარული სასტუმრო ვალდორფ ასტორია მდებარეობს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ის პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ცნობილი ადამიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასტუმროდ იქცა. 1930-იან წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის საიდუმლო მარშრუტის შექმნა გადაწყდა, რაც მათ სასტუმროში ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე შესვლის საშუალებას მისცემდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მატარებლებისთვის განკუთვნილი სპეციალური პლატფორმაც. მატარებლები სასტუმროს ქვეშ ჩერდებოდნენ, რის შემდეგაც სტუმრები სპეციალური ლიფტის დახმარებით პირდაპირ სასტუმროში ხვდებოდნენ. ცნობილია, რომ პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ამ პლატფორმას სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხშირად იყენებდა. დროთა განმავლობაში პლატფორმამ დანიშნულება დაკარგა. 1960-იანი წლებისთვის ის უკვე მიტოვებული იყო. მოგვიანებით ეს ადგილი უსახლკარო ადამიანებმა აღმოაჩინეს და იქ დასახლდნენ. საინტერესოა, რომ სასტუმროს ქვეშ არსებულ გვირაბებში ძველი მატარებლები ისევ დგას.
ლონდონის კოშკს ხშირად ერთ დამოუკიდებელ შენობად აღიქვამენ, მაგრამ სინამდვილეში ის უზარმაზარი ციხესიმაგრის ნაწილია, რომელიც უკვე 9 საუკუნეზე მეტია, რაც მდინარე ტემზას ნაპირზე დგას. დღეს კოშკი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად არის ქცეული, მაგრამ მას მცველები, რომლებიც ბიფიტერების სახელით არიან ცნობილნი, კვლავ იცავენ. მცველების უმეტესობა კოშკში ოჯახებთან ერთად ცხოვრობს. დღეისათვის ბიფიტერები ექსკურსიამძღოლების ფუნქციას უფრო ასრულებენ ვიდრე მცველებისას. ცნობილია, რომ ციხესიმაგრის სიღრმეში დახურული პაბია, რომლის გამოყენებაც მხოლოდ დაცვის წევრებს შეუძლიათ. ამოდის, რომ ბრიტანეთში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილის გულში მდებარეობს მყუდრო სივრცე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის ახელმისაწვდომი. ნიუ-იორკში ჯონ ფრანკლინ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს. აეროპორტი ყოველდღიურად ათასობით მგზავრს ღებულობს, მაგრამ მოქმედ ტერმინალებს შორის ერთ მიტოვებულ ტერმინალსაც ნახავთ. ეს ტერმინალი 1962 წელს აშენდა. იმ დროს ის არქიტექტურულ შედევრად და სამოქალაქო ავიაციის სიმბოლოდ ითვლებოდა, თუმცა ავიაკომპანიის გაკოტრების შემდეგ ტერმინალი დაიხურა. მთავრობამ ტერმინალის სხვადასხვა დანიშნულება განიხილა, დაწყებული უმაღლესი კლასის რესტორნიდან დამთავრებული ავიაციის მუზეუმით, თუმცა ამ პროექტებიდან არც ერთი არ განხორციელებულა. დღეს ტერმინალი კვლავ დახურულია. სამწუხაროდ, შენობა საკუთარ პირვანდელ ფუნქციას ვეღარასდროს დაიბრუნებს. ნიაგარას ჩანჩქერი ბუნების საოცრებას გავს, სადაც რაიმე საიდუმლოს არსებობა შეუძლებელი უნდა იყოს. ძლიერი ნაკადულები, ხმაური და მილიონობით ტურისტი თითქოს ყველაფერს თვალსაჩინოს ხდის, მაგრამ სწორედ მის ძირში მდებარეობს გამოქვაბული, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დალუქული იყო. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ გამოქვაბულში გამოკეტეს ადგილობრივებმა ბოროტი სული, რომელიც კაცობრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. ითვლებოდა, რომ ყველა, ვინც ამ გამოქვაბულში შესვლას გაბედავდა, სამუდამოდ დაწყევლილი იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზით, დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები ამ ადგილს ერიდებოდნენ, მაგრამ დღეისათვის ზედმეტად ცნობის მოყარე ტურისტებს მისი დათვალიერება სპეციალური ტურების მეშვეობით შეუძლიათ. როდესაც ადამიანები ფლორიდაში მდებარე დისნეილენდზე ფიქრობენ, ისინი მოციმციმე ატრაქციონებს, ზღაპრულ ციხესიმაგრეებსა და ტურისტების დაუსრულებელ ნაკადს წარმოიდგენენ. თუმცა ამ ზღაპრულ სამყაროშიც კი მოიძებნება ისეთი ადგილი, რომელიც ადამიანთა უმეტესობისთვის მიუწვდომელი რჩება. წარსულში კომპლექსის ერთ-ერთ კუნძულზე თემატური პარკი იყო მოწყობილი. პარკი 1974 წელს გაიხსნა და თავდაპირველად მას საგანძურის კუნძული ერქვა. მისი თემა ველური ბუნება იყო, ცხოველთა ოლიერებით, ტროპიკული მცენარეებითა და საფეხმავლო ბილიკებით. თუმცა 1999 წელს პარკი ცხოველთა სამეფოს გახსნის შემდეგ დაიხურა, რომელიც ვიზიტორებს უფრო მეტ გასართობს თავაზობდა. კუნძულისადმი ინტერესი 2009 წელს მას შემდეგ განახლდა, როდესაც ერთმა ადამიანმა მის ტერიტორიაზე ფარულად შესვლა მოახერხა. მოგვიანებით მან ცარიელი გალიების, ძველი აღჭურვილობისა და მიტოვებული შენობების ფოტოები ინტერნეტში გამოაქვეყნა. დისნეის რეაქცია მკაცრი იყო. კვლევარს დისნეილენდის ტერიტორიაზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალა. მოგვიანებით დისნეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი კუნძულის აღდგენას და მის გახსნას აპირებდნენ, თუმცა რეალურად პროექტი არ განხორციელებულა. მიტოვებული ადგილების გარდა, დისნეილენდი კიდევ ერთი არანაკლებ უჩვეულო სივრცით გამოირჩევა. მის ტერიტორიაზე კერძო კლუბი, სახელწოდებით კლუბი 33 მდებარეობს. ეს პარკში ერთადერთი ადგილია, სადაც ალკოჰოლის გაყიდვა ოფიციალურადაა დაშვებული, თუმცა იქ შესვლა ყველას არ შეუძლია. კლუბის წევრობისთვის სურველმა $10,000 უნდა გადაიხადოს, მაგრამ კლუბში წევრების რაოდენობა შეზღუდულია და მასში გაწევრიანებას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. 33 კლუბი გვიჩვენებს, რომ ყველასათვის შექმნილ სამყაროშიც კი არის ადგილები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის ახელმისაწვდომი. ბიგ ბენი ლონდონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი საათის კოშკის შიგნით ნამდვილი ციხის საკანია დამალული. დღეისათვის საკანი დალუქულია, თუმცა წარსულში მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. საკანში დროებით ბრიტანეთის პარლამენტის იმ წევრებს სვამდნენ, რომლებიც დადგენილ წესებსა და ქცევის ნორმებს არღვევდნენ. ეს უფრო სიმბოლური სასჯელი იყო, ვიდრე სრულფასოვანი პატიმრობა, მაგრამ ასეთი საკნის არსებობა ბრიტანული მმართველობის მკაცრ ტრადიციებზე მეტყველებს. უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ამ საკანში გამოკეტეს, პარლამენტის წევრი ჩარლზ ბრედლოუ იყო. 1880 წელს ის ერთი დღით დააპატიმრეს. დაპატიმრების მიზეზი ის იყო, რომ მან ერთ-ერთი ცერემონიის დროს ბიბლიაზე არ დაიფიცა. ცნობილია, რომ ბრედლოუ ათეისტი იყო. დღეისათვის საკანი ვიზიტორებისთვის დახურულია, მაგრამ ის ბიგ ბენის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ადგილად ითვლება. საიდუმლო ოთახები, მიტოვებული გვირაბები და დახურული სივრცეები გვახსენებს, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადგილებიც კი შესაძლოა საიდუმლოებებს ინახავდნენ. კომენტარებში დაგვიწერეთ, თქვენი აზრით ამ ადგილებიდან რომელია ყველაზე მეტად საინტერესო. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი ეპიზოდი გელოდებათ.